საკრუიზო ტურიზმი, მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში. თემაზე ბათუმის საზღვაო აკადემიის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანს ამ დარგში არსებული პრობლემების გაცნობა და საკითხის მოგვარების ერთობლივი გზების შემუშავება წარმოადგენს. კონფერენციაზე დარგის განვითარებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კადრების მომზადება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა დასახელდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, საკრუიზო გემების რაოდენობა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა. წელს დეპარტამენტში იგივე მოცულობით ზრდას ელოდებიან. დარგის განვითარებისთვის ხელშეწყობა საკრუიზო გემებზე შეღავათიანი გადასახადების დაწესებითა და ნავსადგურის მოწყობის მხრივ სფეროში ჩართული სხვადასხვა უწყებებიც გეგმავენ. დღესვე საკრუიზო ტურიზმის თემაზე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. მიზანი მისი არის, რომ ერთად შეიკრიბოს სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს საკრუიზო ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში და დავსახოთ ერთად გზები ამ პრობლემების მოგვარების ერთობლივად უნდა განვითარდეს და არა რომელიმე პორტისთვის და ქალაქისთვის. აქედან გამომდინარე ერთი რომელიმე ორგანიზაცია დაწესებულება თუნდაც ქალაქი ან რეგიონი ვერ შეძლებს მის განვითარებას, ამიტომაც კომპლექსურობა ეს არის მთავარი Royal Caribbean-ის პროექტი, რომელიც პორტის რეკონსტრუქციას და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს პროცესშია და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2015 წლიდან უკვე ესე ვთქვათ ოპერაციულ ფაზაში გადავა. თუ 2012 წელს 13-თან შევადარებთ, ქონდა 60%-იანი ზრდა და 2014-შიც 60%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი იმ გემების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც მოსალოდნელია წლევანდელ წელს 2014-ში. ვფიქრობ, რომ საკრუიზო ტურიზმის განვითარება ბათუმში აღმავალ პოზიციაზეა დღეს. ტრანსპორტის სააგენტო ძალიან აქტიურად არის ჩაბმული აღნიშნული პრობლემის ახალისებისათვის. როგორც მოგახსენეთ, მთავრობის ხელშეწყობით მოხერხდა შეღავათიანი პირობების შექმნა საკრუიზო გემებისათვის, რომელიც გულისხმობს 5-ჯერ უფრო ნაკლები გადასახადის გადახდას საკრუიზო გემისათვის სხვა გემებთან შედარებით.